დიდი ოდენობით ხეტყის უკანონო მოპოვების და ტრანსპორტირების ფაქტი კახეთში სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა თითქმის 13,000 ლარია. კანონდარღვევა გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გამოავლინეს. ოპერატიულად მოპოვებული ეს კადრები სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულს ასახავს. კადრებში ჩანს სარეალიზაციოდ გამზადებული ხეტყის მასალა, რომელიც უკანონო გზით არის მოპოვებული. ეს კი სატვირთო ავტომობილებია, რითიც უკანონოდ მოჭრილი მასალა გადაჰქონდათ. ვიდეო კადრები კახეთშია გადაღებული, საიდანაც ამოღებულია 66 ცალი მორი. დალუქულია დიდი ოდენობით ხეტყი. სახელმწიფოზე მიყენებული ზიანი შეადგენს დაახლოებით 13,000 ლარს. ყველაზე მეტი უკანონოდ მოპოვებული მასალებით კახეთის რეგიონი ლიდერობს. ჯერ მხოლოდ იანვრიდან მარტამდე სისხლის სამართლის 228 ფაქტია გამოვლენილი, ისიც არასრული მონაცემებით. ამის შემდეგ სამეგრელო მოდის, შემდეგ სამცხე-ჯავახეთი, ბოლო ადგილს კი აჭარა იკავებს. ყველა ამ რეგიონში გამოვლენილია ხისჭრა ტრანსპორტირების გადამუშავების და უკანონო სახერხის საამქროების არსებობის არაერთი შემთხვევა. ეს კი მხოლოდ მარტის არასრული მონაცემებია. 116 ფაქტიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 6 მათგანი შეიცავს. მინიმალური რაოდენობა ფულადი ჯარიმის გახლავთ 500 ლარიდან იწყება, თუ ეს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ითვალისწინებს, ხოლო 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში მინიმალური ჯარიმა გახლავთ 2000 ლარი. ხეტყი რომ უკანონოდ არ უნდა მოჭრან და ეს დანაშაულია საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით პატრულირებენ და კანონდარღვევის ფაქტებზე რეაგირებენ, თუმცა ეს არ ეხება მხოლოდ ხეტყის მასალებს. ანალოგიური მიდგომაა უკანონო ნადირობაზე, თევზჭერასა და სხვა გარემოს დაცვითი დარღვევის ფაქტებზე. თუ გარემოს მიყენებული ზიანი შეადგენს 3000 ლარს და მეც, ამ სიტუაციაში პირველივე ჯერზე დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, მაგრამ თუ გარემოზე მიყენებული ზიანი არ არის მნიშვნელოვანი 1000 ლარამდეა, ამ სიტუაციაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგება მხოლოდ და მხოლოდ ადმინისტრაციული სახით დადებული პირის მიერ წლის განმავლობაში განმეორებით იგივე დარღვევით ჩადენისას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხეტყით უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მკაცრდება. ცვლილებები შეეხება სახერხ საამქროებსაც. ერთწლიანი პასუხისმგებლობის ნაცვლად სასჯელი 3 წლამდე იზრდება.